გამარჯობა, ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ. ამ გადაცემაში რამდენიმე საკითხი შევეხები, ცოტა ისეთი ბევრისთვის უცნობი და არააქტუალური თემა იქნება, თუმცა საინტერესო გეოპოლიტიკურად. პირველ რიგში მე მინდა შევეხო ესეთ წამყვან საკითხს, რომელიც წინა დღეებში ვითარდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და ერიადში გამართული შეხვედრა. ჩვენ ვნახეთ ამ შეხვედრის შედეგები, რომ ესე ვთქვათ, უკრაინა დათანხმდა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე და ეს შეთავაზება გაკეთდა რუსების მიმართ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყვნენ, თუმცა ვლადიმერ პუტინისგან ვიხილეთ დიპლომატიური უარი და იმაზე მიმცითება, რომ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ამ შემთხვევაში შინაარსობრივად არაფერს არ ცვლის და ასე ვთქვათ, არ წყვეტს იმ პრობლემებს, რა პრობლემების გამოც წარმოიქმნა უკრაინის კონფლიქტი ზოგადად. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ დონალდ ტრამპს შეიძლება სურდა პიარული თვალსაზრისით ეს ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ რაც უფრო გაიწელება უკრაინის კონფლიქტის მოგვარება, მისი ეს დაპირება, რომ ის მალევე გადაჭრიდა ამ საკითხს და საკუთარ აი ამ მოლაპარაკებების უნარებს და თვისებებს წარმატებით გამოიყენებდა, მით უფრო ეს არგუმენტი მისი მხრიდან თანათანობით უფრო ცვდება. რო შევაფასოთ შეერთებული შტატების მხრიდან, ეს იყო გარკვეულწილად დიპლომატიური მოთელვა ამ მისი მოწინააღმდეგე მხარის, ამ შემთხვევაში რუსული მხარის, თუ მოთელვა იმ გაგებით, თუ რა დათმობებზე წამსვლელია ამ შემთხვევაში რუსული მხარე. ეს არ იყო რაღაცა ულტიმატუმივით გაკეთებული განცხადება, ან რაღაც დაჟინებული მოთხოვნა, ეს იყო ესეთი მოთელვითი ნაბიჯები. თუმცა როგორც ასე ვთქვათ, ამერიკულმა მხარემ ნახა, ესეთი დროებითი და ესეთი არასისტემური გადაწყვეტა ამ პროცესზე არ იქნება, ასე ვთქვათ, მისაღები რუსული მხარისთვის. და ჩვენ ნახეთ კიდევაც ამერიკული მხრიდან გაკეთებული შეფასებები, რომ თუ ახლა ამ შემთხვევაში მოსკოვი არ დათანხმდება, ჩვენ ვერაფერს ესეთი რაღაც კატეგორიულს ვერ გავაკეთებთ, უბრალოდ გავაგრძელებთ აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ზოგადად რო შევაფასოთ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, რა პოლიტიკა შეიძლება აირჩიოს დონალდ ტრამპმა, თავარი ღერძი არის ის, რომ მან უნდა დაასრულოს უკრაინის კონფლიქტი, რაც შეიძლება სწრაფად, რომ მას არ აქვს ამ კონფლიქტის გაგრძელების ფუფუნება. იმიტომ რომ ეს დასავლეთის არის წარუმატებელი პროექტი, რომელსაც არ მოაქვს არანაირი შედეგი მათთვის. ეს ამ კონფლიქტის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, უკვე მისი საშუალო სივრცე ამ შემთხვევაში უკრაინა უფრო მეტად დაზარალდება, ან ნიშნავს იმას, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაიზარდოს სტრატეგიულ ომში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რაც არის გლობალური კატასტროფა. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი, თუ რატომ უნდა დაასრულოს შეერთებულმა შტატებმა ეს კონფლიქტი სასწრაფოდ და რამდენიმე მიზეზი აქვს ამას დონალდ ტრამპის გადმოსახედიდან და დღევანდელი ახალი ადმინისტრაციის გადმოსახედიდან. პირველი და მთავარი მიზეზი, ეს ვახსენე უკვე, რომ შეერთებული შტატების შემდგომი ჩართულობა ამ კონფლიქტში გამოიწვევს იმას, რომ უკვე უშუალოდ მოუწევს შეერთებულ შტატებს კონფლიქტში ჩართვა და სტრატეგიული იარაღის გამოყენება და შესაბამისად იზრდება გლობალური ომის საფრთხე, რაც ამ შემთხვევაში ტრამპს კატეგორიულად არ სურს. მეორე ეს არის, რომ უკრაინის კონფლიქტი და ზოგადად უკრაინის თემა ეს არის წინა ხელისუფლების, წინა ადმინისტრაციის პროექტი, რომლითაც ეს ადმინისტრაცია ოპერირებდა როგორც შიდა პოლიტიკაში და ახდენდა აი ამ თემით მხარდაჭერის მობილიზებას, ასევე საგარეო პოლიტიკაშიც და ეს იყო ესე იგი ფლეგშიპ, ანუ წამყვანი საკითხი, რითაც ის საკუთარ ლეგიტიმაციას იძენდა როგორც შიგნით, ასევე გარეთ. გამომდინარე იქიდან, რომ დონალდ ტრამპი ამ წინა ადმინისტრაციას და არა მარტო ზოგადად სისტემას ეწინააღმდეგება, მას სურს აი ეს თემა საბოლოოდ ჩაჭრას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ბაიდენს და ბაიდენის ოჯახს საკმაოდ ინტენსიური და ღრმა კონტაქტები ჰქონდა ბოლო 10 წლის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებებთან. და მესამე და ესეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის მიმართულება თუ რატომ უნდა დაასრულოს დონალდ ტრამპმა ეს ომი, ეს არის თავად
ევროპული ელიტების საკითხი. უკრაინის კონფლიქტით უკვე ევროპული ელიტები ახდენენ თვითლეგიტიმაციას, ასევე კონსოლიდაციას, გაერთიანებას და ამითი ისინი იხანგრძლივებენ საკუთარ სიცოცხლის უნარიანობას. რისი კატეგორიული, ესე ვთქვათ, წინააღმდეგიც არის ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ჩვენ ეს ნახეთ კიდევაც მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გამოვიდა და მთელი მისი გამოსვლა ილაპარაკა იმაზე, რომ დღეს არსებული ევროპული ელიტები, პოლიტიკური ელიტები სასტრაფოდ უნდა ჩანაცვლეს. ეხლა ეს პირდაპირ არ უთქვავს, მაგრამ ეს მთელი საუბარი იყო მინიშნება აქეთკენ, რომ ევროპამ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რაც ჰქონდა, იყო ეს გამოხატვის სიტყვის თავისუფლება, არჩევნების თავისუფლება და ასე შემდეგ და ამას რამდენიმე დღის წინაც კი გამოეხმაურა იგივე JD Vance, როდესაც აღნიშნა, რომ აი ამ თანამედროვე კულტურული პოლიტიკებით ევროპული ცივილიზაცია სუიციდს აწარმოებს. ამ თემას საკმაოდ კარგად ეხმიანება ესეთი მნიშვნელოვანი განცხადება, ჩვენ შემიძლია ამას დავარქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დეკლარაცია. მან ასე ვთქვათ, social ქსელ X-ზე გამოდო 12 პუნქტიანი შეთავაზება ბრიუსელის მიმართ და ამითი მან დახატა ორი ესეთი მიმართულება: სამომავლო ევროპის სურათი ან ევროპის ალტერნატიული განვითარების სურათი, რომელიც ასე ვთქვათ, ამ ალტერნატიულ ევროპასთან მიგვიყვანს. ეს 12 პუნქტიანი დეკლარაცია ეს არის გაგრძელება JD Vance-ის განცხადების და ამერიკული პოლიტიკის ევროპის მიმართ. მისი გამოხატულებაა ვიქტორ ორბანის ეს განცხადება. შეიძლება დამოუკიდებლად ეს მას ვერ მოეხერხებინა აი ამ დეკლარაციას რეალურად ზურგს უმაგრებს ამერიკული მხარე. და ჩვენ შეგვიძლია ჩავუყვეთ რა ესეთი პუნქტებია აი ამ მე ამას დეკლარაციას უწოდებ, იმიტომ რომ ღია განცხადებაა თუ როგორი უნდა იყოს ევროპა სამომავლოდ. პირველი პუნქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორბანი ითხოვს ერების ევროპას. ანუ ის ეწინააღმდეგება ეგრეთ წოდებულ ფედერალიზაციას და ძალაუფლების კონცენტრაციას ბრიუსელის ხელში და რეალურად ის ამბობს, რომ ევროკავშირის დღევანდელი ფორმა არის შესაძლებელი. ანუ ის ამბობს, რომ დაახლოებით ევროკომისია, ევროპარლამენტი ასეთი ინსტიტუციებს მიაქვს ძალაუფლება ერის სახელმწიფოებიდან ბრიუსელში და ეს ინსტიტუციები უნდა გაუქმდეს დაახლოებით ესე წარმოუდგენია და დარჩებს მხოლოდ ევროპული საბჭო, სადაც ევროპის ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან და იქ იღებენ გადაწყვეტილებებს. მეორე პუნქტიც ეხმაურება პირველს, რომ წევრ ქვეყნებს უნდა ქონდეთ თანასწორი უფლებები და არ უნდა წყვეტდეს მაგალითად დიდი ქვეყნების ლიდერები გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებს. ეს პუნქტი სავარაუდოდ ეხმაურება ევროკავშირის ახალ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საგარეო პოლიტიკის წარმოებაში კონსენსუსის პრიმატის გაუქმებას, ანუ აღარ იქნება საჭირო 27-ვე წევრი ქვეყნის დასტური გარკვეულ პოლიტიკის მისაღებად. მესამე პუნქტიც დაახლოებით იგივე შინაარს ატარებს. მეოთხე პუნქტიც ეს შეიძლება მოვახდინოთ კლასიფიკაცია ამ პუნქტების. მეოთხე პუნქტიც ესე ეროვნულ სუვერენულობას უსვამს ხაზს და ვეტოს უფლებას თითოეულ წევრი ქვეყნისთვის. შემდგომი ასეთი მეოთხედან იწყება კულტურულ საკითხებზე საუბარი, მაგალითად ის პირდაპირ გამოდის სოროსის ქსელის საწინააღმდეგოდ. ასევე ითხოვს საკუთარი ევროპული ახალი თაობების მომავლის გადარჩენას, იმგაგებით რომ გაუქმდეს ევროკავშირის სავარაუდოდ შიდავალი ქვეყნებს შორის. ასევე მე-7 პუნქტი ეს არის მიგრაციის საკითხი, რომ მიგრაცია ცვლის სოციალურ სტრუქტურას ევროპაში, არღვევს აი ამ ევროპულ ქსოვილს, რასაც ჩვენ ვიცნობთ ხო, ან ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ ცხოვრების წესს, აი ამ ქსოვილს შლის და აბსოლუტურად ქმნის
გაურკვეველ უფორმო უღირებულებო სივრცეს, რაც ასე ვთქვათ, ძირს უთხრეს აი მიერ სახელმწიფოებს სამომავლოდ. შემდგომ საუბრობს კორუფციაზე, ასევე საუბრობს არაბუნებრივ განათლებაზე, ესეც კულტურული საკითხია. მოგეხსენებათ, რომ ვიქტორ ორბანმა გააუქმა ეგრეთ წოდებული გენდერის სწავლებები საკუთარ ქვეყანაში. მე-10 პუნქტიც ესეც კულტურული საკითხია, რომ უნდა დავიცვათ ქრისტიანობა და ევროპამ შეინარჩუნოს ეს ღირებულებები. და აი მე-11 და მე-12 საკითხი ცალკე კლასტერად შეიძლება გამოვყოთ. პირველ მე-11 ეს არის ევროპას უნდა მშვიდობა, ანუ ის უსვამს ხაზს ევროპის და ევროკავშირის ესე კლასიკურ საფუძველს, რასაც ევროკავშირი გამოხატავდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ეკონომიკური თანამშრომლობით, საერთო ეკონომიკური ზონის შექმნით. და პრაქტიკულად აი მე-11 პუნქტით ის ეწინააღმდეგება ევროპის რემილიტარიზაციის გეგმას, რომელიც ამდენიმე დღის წინ ურსულა ფონ დერ ლაიანმა გააცნო ფართო საზოგადოებას, რომ ასე ვთქვათ, ევროპის მომავლის და ევროპის მშვიდობისთვის გამოსავალი არ არის რემილიტარიზაცია და მე-12 ეს პუნქტი აგრძელებს, როგორც ვახსენე, მე-11-ს და ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს არსებობა უკრაინის გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინასთან ესეთი ევროკავშირის ასოცირება უკრაინასთან აპრიორი იწვევს კონფლიქტს რუსეთთან და აპრიორი იწვევს აი ამ მშვიდობის პრინციპის ჩამოშლას და ასრულებს ესეთი დიდი ფრანგული რევოლუციის სლოგანით ამ დეკლარაციას თანასწორობა, თავისუფლება და ძმობა. ანუ რეალურად ჩვენ ვიძახით, რომ მაგალითად ორბანი არის რაღაც კონსერვატიული ძალის წარმომადგენელი, ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგრამ ეს ახსენებს კლასიკური ლიბერალიზმის მთავარ პრინციპებს ამ შემთხვევაში. და რეალურად ითხოვს აი ამ ევროპის კლასიკურ საფუძვლებთან დაბრუნებას, რაც ასე ვთქვათ, შექმნა თავის დროზე ფრანგულმა რევოლუციამ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური განვითარების შემდგომ შექმნა თანამედროვე ევროპა. როგორც ვახსენე, აი ამ პარალელურად მოხდა აი ამ დეკლარაციის გამოქვეყნება ორბანის მხრიდან და ასევე JD Vance-ის განცხადება იმ გაგებით, რომ აი მაგალითად შეიძლება გავიგოთ JD Vance-ის განცხადება ის, რომ აი თუ მაგალითად ვიქტორ ორბანის აი ამ დეკლარაციას არ მიყვებით, მაშინ თქვენ ახორციელებთ საკუთარ სუიციდს. შემდეგი თემა მე მინდა შევეხოთ ცოტა ესეთ არა მეინსტრიმულ საკითხს. ეს არის მოვლენები, რომელიც ვითარდება შუა ბალკანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მოგეხსენებათ ის, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა, როგორც სახელმწიფო, ამას ჩავკეცავ. ბოსნია-ჰერცეგოვინა, როგორც სახელმწიფო, არის ორ ფედერაციულ ერთეულად გაყოფილი, ეს არის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია და სერბსკას რესპუბლიკა. მას ბოსნიას აქვს საკმაოდ რთული პოლიტიკური სისტემა, ცალ-ცალკე ამ ფედერაციულ ერთეულებს საკუთარი პრეზიდენტები ყავს, თვითონ ბოსნია-ჰერცეგოვინას მთლიანად როტაციული საპრეზიდენტო ინსტიტუტი აქვს, 3 პრეზიდენტი ერთად ირჩევა და 8 თვეში ერთხელ ისინი როტაციას განიცდიან. თვითონ აემში და ფედერაციებს საკუთარი პარლამენტები აქვს, საკუთარი მინისტრები აქვს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ესეთი ძალიან ჩახლართული და ეთნოპოლიტიკური სისტემა თავის დროზე შეიქმნა ბოსნიის კონფლიქტის დასრულების შემდგომ, ეგრეთ წოდებული დეიტონის შეთანხმებით. ეს ამერიკული შემოქმედება, ეს დეიტონის შეთანხმება, რომელმაც ბოსნიას დაუნიშნა ევროპის სპეციალური წარმომადგენელი მმართველად. ანუ კი არსებობს სუვერენული ქვეყანა ბოსნია, რომელსაც როგორც ვახსენე მართავს ეს სამმაგი პრეზიდენტის ინსტიტუტი, თუმცა საბოლოო ინსტანცია ბოსნიასთვის ეს არის რაც ვახსენე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. ანუ შეიძლება ქვეყანა მიიღოს რაღაც კანონები, თუნდაც პრეზიდენტმა რაღაც განკარგულებები გამოსცეს, მაგრამ თუ ეს კანონები ან ეს განკარგულებები, ბრძანებები არ მოეწონა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, მას აქვს ვეტოს უფლება აი ამ კანონების და განკარგულებების გაუქმების. ხშირად აი ამ ევროკავშირის წარმომადგენელს ბოსნიისთვის მეფის ნაცვალსაც კი უწოდებენ, რაღაც ნახევრად ესე პროტექტორატის შინაარსი აქვს დღეს ბოსნიას. აი აქედან გამომდინარე, არსებობს
პოლიტიკური კონფლიქტი ბოსნიაში. რესპუბლიკა სერბსკას ლიდერობა ყოველთვის ცდილობს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, აქვს რაღაც სეპარატისტული მოტივები, რომ გამოიყოს აი ამ ბოსნია-ჰერცეგოვინას და შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ ეს დეიტონის სისტემა, ეს ჩახალართული პოლიტიკური სისტემა მისთვის მიუღებელია და ნუ ესეთი ბოსნია, როგორც ასეთი ერთი ჰომოგენური ქვეყანა რეალურად პრაქტიკაში არ არსებობს. ნუ ამ სეპარატიზმის, სერბული სეპარატიზმის თავარი გამომხატველი პერსონა არის ბოლო 10 წელზე მეტია რესპუბლიკა სერბსკას პრეზიდენტი მილორად დოდიკი და ნუ ის პერიოდულად აი ამ სეპარატისტულ ნაბიჯებს დგავს ხოლმე განცხადებებით გამოირჩევა რომ მაგალითად მან დაიწყო დამოუკიდებელი ძალოვანი სტრუქტურების შექმნა, დამოუკიდებელი ჯარის შექმნა, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, ასე შემდეგ და რაც თავარია, ნუ მისი პოლიტიკური აფილაცია რეგიონულ პოლიტიკაში ხდება ჯერ მის ეთნიკურ მეზობელთან, სერბეთთან და შემდგომ უკვე მოსკოვთან. რამდენიმე დღის წინ ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავარმა გენპროკურორმა გამოსცა მილორად დოდიკის დაკავების ბრძანება და მას ესეთი ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. ანუ ესეთი ცენტრალურმა ინსტიტუციამ სარაევოში გამოსცა ქვეყნის ერთ-ერთი ფედერაციული ერთეულის პრეზიდენტის დაკავების განკარგულება. რა თქმა უნდა, ეს რატომ მოხდა ახლა, ხო? მაგალითად, გამომდინარე იქიდან, რომ ხა დოდიკი მსგავსი სეპარატისტული გამოსვლებით გამოირჩევა უკვე რამდენიმე წელია, მაგრამ მოხდა ახლა. ჩვენ ამასაც უნდა შევხედოთ გეოპოლიტიკურად. მე რაც ვახსენე ესეთი რესპუბლიკა სერბსკას ესეთი გეოპოლიტიკური მართველა და მფარველად შეიძლება მოვიაზროთ რუსეთი. ამ შემთხვევაში ევროკავშირი იწევს აი რუსულ გავლენას ბალკანეთში და მას სურს რომ აი ეს გავლენები საბოლოოდ ბალკანეთში რუსული გავლენები საბოლოოდ გააქროს და მაქსიმალურ წნეხს ახორციელებს აი ამ რუსული გავლენის ქვეშ ყოფ პოლიტიკურ ერთეულებზე. ევროკავშირის სურვილია სავარაუდოდ რომ ანუ მსგავსი დოდიკის პერსონა და მისი მსგავსი პოლიტიკური ფიგურები გააქრონ რესპუბლიკა სერბსკასთან და მაქსიმალურად მოახდინონ ბოსნიის პოლიტიკური ჰომოგენურება იმ გაგებით, რომ სამომავლოდ ბოსნიაც გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დაჩქარებული წესით და შემდგომ უკვე ნატოს წევრი ქვეყანაც. ანუ ბოსნია არის ესეთი ევროპის შუაგულში საკმაოდ ახლა დიდი ქვეყანა არა, მაგრამ საშუალო ზომის ქვეყანა, რომელიც არის რაღაცა ესეთი შავი ხვრელივით, ანუ გაურკვეველი სივრცე არის. ამიტომ ევროკავშირს აი დიდი გლობალურ დაპირისპირებაში სურს, რომ ეს შავი ხვრელები მაქსიმალურად ამოავსოს და საკუთარ, ასე ვთქვათ, სივრცეში მოაქციოს. ნუ დაახლოებით აი ესეთი დახასიათება შეიძლება მივცეთ ბოსნიაში მიმდინარე მოვლენებს. ვახსენოთ ისიც, რომ კი, მაგალითად, დოდიკს ამ შემთხვევაში აქვს ეს სეპარატისტული განცხადებები, მაგრამ შეიძლება ეს აღვიქვათ შიდა მოხმარების საგნათაც, შიდა სერბული მობილიზების საგნათაც, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ამის განხორციელების შესაძლებლობები მილორად დოდიკს არ გააჩნია, მას ის გახდება მომენტალურად საერთაშორისო წნეხის და მათ შორის თუნდაც შეიძლება სამხედრო ზეწოლის მსხვერპლი და მას ამ შემთხვევაში საერთაშორისო მხარდამჭერი პრაქტიკული არ ეყოლება. ნუ ეს კარგად ესმის მას, უბრალოდ ეს სეპარატიზმი მისთვისაც სანახელოდ იყო მანიპულაციური პოლიტიკის ნაწილი. შემდგომი საკითხი ასევე არის მეტნაკლებად უცხო თემა ქართული რეალობისთვის. ეს არის ახლო აღმოსავლეთის კიდე აღმოსავლეთით პაკისტანში მიმდინარე საკმაოდ კრიტიკული მოვლენები, რომელსაც ეწოდება ასევე, ეს სეპარატიზმის საკითხის გაგრძელებაა გლობალურ გეოპოლიტიკაში. ეს არის ბელუჩისტანის რეგიონის პაკისტანში პოლიტიკური ესეთი რეგიონული წარმონაქმნის ბელუჩისტანის სეპარატიზმი. რამდენიმე დღის წინ ბელუჩურმა სეპარატისტულმა მოძრაობამ, ბელუჩების განმათავისუფლებელმა არმიამ
ქალაქ კუეტადან პეშავარში მიმავალ მატარებელს დაესხა თავს და 450 ადამიანი აიყვანა ტყვედ, სადაც შედიოდნენ სამხედრო პირები და მისი ოჯახის წევრები. პაკისტანმა საპირისპიროდ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელსაც თუ სწორად მახსოვს 33 ადამიანი ემსხვერპლა აი ბალუჩისტანის გათავისუფლების არმიიდან და 21 მშვიდობიანი ადამიანი. ესეთი საკმაოდ მსხვილი ტერორისტული აქტი იყო თანამედროვე პაკისტანის ისტორიაში და რო აღწეროთ ახლა ეს პოლიტიკურად, შიდა პოლიტიკურად და შემდგომ საგარეო პოლიტიკურად. ბელუჩისტანი ეს არის ყველაზე ღარიბი რეგიონი სამხრეთ დასავლეთ ნაწილში პაკისტანის, რომელიც არის კლდოიან, მთიან, უდაბნოს ლანდშაფტია. იქ მოსახლეობა საკმაოდ მეჩხრად ცხოვრობს სხვა რეგიონებთან განსხვავებით, თუმცა არის საკმაოდ მდიდარი მინერალებით, სხვადასხვა მინერალები მოიპოვება და აი სეპარატიზმის საფუძვლებიც ეს არის, რომ ბელუჩებს პაკისტანის შიდა პოლიტიკაში საკმაოდ ცოტა ეთქმით თუ სრულად არაფერი და აი ამ რესურსული ექსტრაქტივიზმის შედეგად მხოლოდ 5% რჩება ღირებულების თვითონ ბელუჩისტანში და ბელუჩებს სურთ რომ არის ორი პოლიტიკური მიმართულება ზოგადად ბელუჩებში არის რაღაც ზომიერი მიმართულება რომ მათ სურთ შიდა პაკისტანში საკუთარი პოზიციების გამყარება და არის ეს რადიკალური ბელუჩების გათავისუფლების არმია რომელსაც უნდა სრულად დამოუკიდებლობა ამ შემთხვევაში და ისინი პერიოდულად თავს ესხმიან ხოლმე ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ მათ რამდენიმე წლის წინ თუ სწორად მახსოვს გვადარის პორტში რომელიც ბელუჩის რეგიონში მდგომარეობს არის ჩინელების ფლობელობაში ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი ინდოეთის ოკეანეში მათ თავს დაესხნენ ჩინელ ინსტრუქტორებს და მე თუ სწორად მახსოვს 3 ადამიანი მოკლეს შემდგომ იყო ყარაჩიში თავდასხმები აქაც ჩინელებთან მიმართებაში და აი ამ ჩინურ სუბიექტებზე თავდასხმა ჩვენ გვაფიქრებინებს რას რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური განზომილების ამბოხი ბელუჩების გამომდინარე იქიდან რომ პაკისტანი არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორული ქვეყანა და ერთი სარტყელი ერთი გზის ერთ-ერთი წამყვანი წევრი ქვეყანა, მასზე გადის არაერთი ტრანზიტული ხაზი, რკინიგზის მშენებლობა იქ ეკმება და როგორც ახსენე, ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი ააშენეს გვადარში ჩინელებმა. ანუ ხდება პაკისტანის ინკორპორაცია ჩინურ ეკონომიკურ სივრცეში, რაც კატეგორიულად მიუღებელია ამ შემთხვევაში დასავლური ძალებისთვის და ხშირად პაკისტანი ხდება ხოლმე დასავლური ზეწოლის მსხვერპლიც. და ჩვენ ნახეთ კიდევაც რამდენიმე მე მგონი 2 წლის წინ იყო, როდესაც მისი ყველაზე პოპულარული პრემიერს მოუწყვეს საპარლამენტო გადატრიალება, ის დაიჭირეს გამოგონილი ბრალდებებით და მიუსაჯეს 10 წელზე მეტი, თუ სწორად მახსოვს. და ბელუჩებიც ამ შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ აი ამ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტ, დასავლეთისთვის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტად, რომლებიც რეგიონში აი ესე რომ ვთქვათ, ცოტა ჟარგონზე ამრევის როლს თამაშობენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბელუჩისტანის ნაწილი ასევე მდგომარეობს ირანში, ან პაკისტანის მოსაზღვრე ქვეყანაში და ასევე ავღანეთში და ან ბელუჩების საკითხი გარკვეულ დაძაბულობებს ქმნის როგორც შიდა პაკისტანურ პოლიტიკაში, ასევე პაკისტანის პოლიტიკაში ირანთან მიმართ გასულ წელს იყო გარკვეული ესეთი შეტაკებები ირანის ტერიტორიაზე, რომელიც დაბრალდა პაკისტანელებს, ირანელებმა უპასუხეს და გარკვეულ პატარა ინციდენტები იქნება ხოლმე ირანსა და პაკისტანს შორის. ანუ შეერთებულ შტატებს ამ შემთხვევაში არ სურს პაკისტანის ჩინურ ორბიტაზე გადასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ეს მოხდა, გარკვეულ მომავალში იქმნება ესეთი საერთო აზიური ჯაჭვი ირან, პაკისტან, ინდოეთის მონაწილეობით, ანუ მათ სამომავლოდ აღარ ექნებათ ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკური ნებელობა, სურვილი და ამავდროულად გამომდინარე იქიდან, რომ ეს Belt and Road-ის პროექტები აი ამ ქვეყნებს ეკონომიკურად ერთ სივრცეში აქცევს სამომავლოდ. განსხვავებით სხვა რაც თავარი ეს ბელუჩისტანის განმათავისუფლებელი არმია არის ტერორისტული ორგანიზაციად გამოცხადებული თვითონ პაკისტანში და რამდენიმე ქვეყანაში
თუ სწორად მახსოვს შეიძლება შეერთებულ შტატებსაც აქვს ეს ტერორისტული ორგანიზაციად გამოცხადებული, მაგრამ ის არ არის ისლამისტური ორგანიზაცია, ის არის სეკულარული, ცოტა ესეთი მემარცხენე ფილოსოფიის მქონე ორგანიზაცია, თუმცა ჩდება ხოლმე ყოველთვის კითხვები თუ აი საიდან ფინანსდებიან მსგავსი დაჯგუფებები, იმიტომ რომ თუ შევხედავთ ჩვენ აი ამ სეპარატისტული მოძრაობის აღგაზმულობას და ჩაცმულობას, ცოტა დაგვაფიქრებს თუ საიდან არის მსგავსი, აი ფოტოზე თქვენ ხედავთ, საიდან არის ესეთი მსგავსი ფორმები მათ ხელში. დღეისათვის სულ ეს იყო და შემდგომ გადაცემაში დაგიბრუნდებით ახალი თემებით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და მონიშნოთ ზარისღილაკი, რომ მომავალში არ გამოგჩეთ შემდგომი ვიდეოები დროებით.